პირველადი მოხმარების პროდუქტების ფაზზე ლარის კურსს ჯერ შეიძლება სერიოზული გავლენა არ ჰქონია, თუმცა მოამბის გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის ფასი, რომელიც მაღაზიაში დახზეა მითითებული, შეიძლება სალაროსთან უკვე გაზრდილი დაგხვდეთ, თუ დააკვირდებით ჩეკს და შეამოწმებთ მას. ტექნიკური ხარვეზი თუ მიზანმიმართული კამპანია. იმის დასადგენად, რამდენად კეთილსინდისიერად ექცევიან სავაჭრო ობიექტები მოქალაქეებს, ჩვენ ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვეტეთ. მასალის ძირითადი ნაწილი შემდეგ რეპორტაჟში ფარული კამერით არის გადაღებული, ვინაიდან ობიექტებზე აპარატურის შეტანის უფლება რატომღაც არ მოგცეს. ადმინისტრაცია გამოვლენილ ხარვეზებს უბრალოდ შეცდომას უკავშირებს, თუმცა განსხვავებულია მომხმარებელთა უფლებათა დამცველთა პოზიცია. ანა ტურაბელიძის რეპორტაჟი დეტალებით. მაღალი კონკურენციის გამო სუპერმარკეტების და მაღაზიების ზოგიერთი ქსელი თბილისის მომხმარებელს ფასების სპეციფიკურ რეჟიმს თავაზობს. ფასები, რომლების დახზე განთავსებულ საქონელზეა მითითებული, სალაროს ქვითარში ზოგჯერ საგრძნობლადაა გაზრდილი. ზოგიერთი მომხმარებელი ამ ფასს ვერ ამჩნევს, ზოგიერთი განმარტებას ითხოვს. შედეგად მომხმარებელი, რომელიც ვერ ამჩნევს ფასთა სხვაობას, ყიდულობს საქონელს გაზრდილ ფასად. დაკვირვებული მომხმარებელი კი ან ყიდულობს უკვე შერჩეულ პროდუქტს, ან უარს ამბობს გაზრდილი ფასით საქონლის შეძენაზე. ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში ფარულად გადაღებული მასალებით გიჩვენებთ, რომ დახზე მითითებული ზოგიერთი საქონლის ფასი რეალურ ფასთან შედარებით შემცირებული იყო. მაგალითად, ტკბილეულში, რომელიც დახზე 2 ლარი და 60 თეთრი ღირდა, სალაროსთან 2 ლარი და 85 თეთრი მოგთხოვეს. საძერწი ცომი, ეგრეთ წოდებული პლასტელინი, დახზე 4 ლარი და 97 თეთრი ღირდა, ქვითრით კი 6 ლარი და 35 თეთრი, 1 ლარი და 44 თეთრით მეტი გამოგვართვეს. კიდევ უფრო დიდი სხვაობა იყო ბავშვის საფენის ფასში. დახზე ის 18 ლარი და 40 თეთრი ღირდა, სალაროს ქვითრის მიხედვით კი მასში 25 ლარი და 60 თეთრი, ანუ 7 ლარი და 20 თეთრით მეტი გადაგვახდევინეს. ჩვენ მოვითხოვეთ ფასთა სხვაობის განმარტება. პროდუქცია, რაც შევიძინეთ, იქ დახზე მითითებული ფასი სხვა იყო და შემდეგ როდესაც გავატარეთ, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 2 ლარით მეტი იყო ის პლასტელინი. ჯერ მოლარემ, შემდეგ კი მენეჯმენტის წარმომადგენელმა გადაამოწმეს ჩვენი ზეპირი საჩივარი და ფასთა შეუსაბამობა კონსულტანტის ტექნიკური შეცდომით ახსნეს. იმიტომ რომ არეულია ძალიან ბევრი პროდუქცია, რა ზოგჯერ არის ხოლმე კი კონსულტანტსაც ეშლება ხოლმე და არ უცბიან ან რაღაც და კი ესეც ხდება. ვიზუალურად აბსოლუტურად ფერებიც ერთნაირია, თავს ერთმანეთს ოღონდ წარწერების სხვა არის, კოდიც სხვა არის. ჩვენ როგორ უნდა გავარჩიოთ მას? ანალოგიურია პრინციპი. ხო, ის ვნახე კი. არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემდეგ კი მენეჯმენტის წარმომადგენელმა გაგვიმჟღავნა, რომ იგი მხოლოდ დაცვის თანამშრომელი იყო. მე ვარ უსაფრთხოების თანამშრომელი, ამჟამად მენეჯერი არ არის. მომხმარებელთა დაცვის ფედერაციის დირექტორი პროდუქციის ფასებით მანიპულირებას მომხმარებელთა მოტყუება დაფასებს. როდესაც დახზე მინიშნებული ფასი არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის ჩვეულებრივად მისი მოტყუება, შეცდომაში შეყვანა. თუ კი არსებობს ფასხვაობა დახსა და რეალურ ფასს შორის, ანუ რასაც უკვე საკასო აპარატთან მისვლის შემდეგ გებულობს მომხმარებელი, თუ კი ფასხვაობა არსებობს, ამის შესახებ მენეჯერმაც და მოლარემაც წინასწარ იციან და არიან ინფორმირებული. მხოლოდ და მხოლოდ არიან იმაზე ორიენტირებული, რომ მომხმარებელი ამას ვერ გაიგებს. განსხვავებული ფასებით გამოწვეულ მომხმარებლის დისკომფორტს პერსონალის არაკვალიფიციურობას მიაწერს მარკეტოლოგი ოთო შამუკია. შეგვიძლია დავასაბუთოთ და ვთქვათ, რომ ამის პრობლემა გამომდინარეობს სუფთა ადამიანური ფაქტორიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ობიექტის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცას აკეთებენ მაღაზიაში, ივიწყებენ ხოლმე, ან უბრალოდ ვერ ასწრებენ ფასის ცვლილებას, რა, ფასის ფასდებულის შეცვლას თაროს. პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ეს არაკომპეტენტურობასთან და მეტი არაფერი. ტექნიკური ხასიათის იყო თუ არა დახზე მითითებული გაზრდილი ფასები მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ იმავე ქსელის მაღაზიაში. საძერწი ცომის, ანუ პლასტელინის ღირებულება დახზე 10 დღის შემდეგაც 4 ლარსა და 97 თეთრს შეადგენდა და მასში ისევ ლარით და 44 თეთრით მეტი გადაგვახდევინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ განიხილავს ფასმაჩვენებელთან დაკავშირებული საკითხების წარმოქმნის მიზეზებს და თანაბრად აფასებს როგორც გამიზნულად, ასევე ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეულ ფაქტებს.
როდესაც ფასმაჩვენებელი საქონლის მითითებული არის მაგალითად ასევე 5 ლარის ოდენობით, ხოლო მოლარე ოპერატორი აცხადებს, რომ საქონლის ღირებულება არის 6 ლარი და ამასთან საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკში ასახავს 6 ლარს. შესაბამისად, სახეზე გვაქვს საგადასახადო სამართალდარღვევა, რომელიც სანქცირებადია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291 მუხლის შესაბამისად და იწევს გადასახადის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა სახეზე გქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რომელიც ასე ვთქვათ, ითვალისწინებს მომხმარებლის მოტყუებას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოქმედი კანონის შესაბამისად, საქონლის ფასის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია უმოკლეს დროში მოითხოვოს სავაჭრო დაწესებულების მიერ თანხის ანაზღაურება. მაღაზიის მიერ კანონის გვერდის ავლის დროს კი მას შეუძლია წერილობითი საჩივრით და შესაბამისი სალაროს ქვითრის წარდგენით შემოსავლების სამსახურს მიმართოს.